მაგრამ დღეს ამ 4 ანიმაციაზე და სამომავლო გეგმებზე ვინდა გელაპარაკოთ. კარგად მოკალათით და დავიწყოთ. წელს სიახლეებით ბრუნდები. აი წინა ვიდეოებში რო ვამბობდი და ლაიქეთ წინ ბევრი სიახლე გელოდებათ მეთქი. ხო გახსოვთ? ხო და დავბრუნდი ახალი ამბებით. დიდი ხანია ახალი ანიმაციები არ დამიდია. ვიცი. ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა. ხშირად წერ რატო დაიკარგე, სად არის ახალი ანიმაციები, ალუდა კეთილაურზე რა ხდება. მაგაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერე. სტუმარ მასპინძელი როდის გაგრძელდება? ხო, მართლა სტუმარ მასპინძელზე შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებ. ხო და ამასობაში, აი დღეს 27 მაისს ზუსტად 3 წელი გახდა, რაც ჩემი ბოლო ანიმაცია დავდე. ტერენტი გრანელის გაზაფხულის საღამოა 7. ზუსტად 2023 წლის 27 მაისს დავდე. და 3 წლის თავზე გიბრუნდებით 4 ახალი ანიმაციით. ალბათ ახლა იტყვით 3 წლის მანძილზე 4 ანიმაცია რა ცოტაა, მაგრამ წელს დავიწყე ამ ანიმაციებზე მუშაობა და რამდენიმე თვისთვის არც თუ ისე ცოტაა. და თან წინ კიდე ბევრი ანიმაციაა. მაგრამ დღეს ამ 4 ანიმაციაზე და სამომავლო გეგმებზე ვინდა გელაპარაკოთ. კარგად მოკალათით და დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაცია ჩემი ძირითადი პროფესია და შემოსავლის წყაროა, უშუალოდ ამ ანიმაციებში, რაც გვერდზე მიდევს, იქნება ეს სტუმარ მასპინძელი, ვაჟა, ტერენტი თუ სხვა, ფინანსური დაინტერესება არ მქონია. ყველაფერი ენთუზიაზმის ხარჯზე ხდებოდა. ანუ ვაკეთებდი მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მაგრამ როცა შეკვეთა ან სამსახური გამიჩნდებოდა, რა თქმა უნდა, ამ ანიმაციებს დროს ვეღარ უთმობდი. რის გამოც ცოდვა გამხელიჯობს და 8 წლის მანძილზე არც ისე ბევრი ანიმაცია მაქვს გაკეთებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენგან მაინც ძალიან დიდ სიყვარულს, პატივისცემას და გვერდში დგომას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ამას ვაფასებ და ამის დამსახურებაა, რომ დღემდე ვაგრძელებ ამ საქმეს. მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო და მაქსიმალურად ამ საქმეზე ვიყო გადართული, რაც ალბათ დამეთანხმებით მხოლოდ ენთუზიაზმით არ გამოვა. სწორედ ამიტომ ადრინდელ მიდგომას ვცვლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ამ 4 ახალი ანიმაციისთვის აქტიურად ვეძებ სპონსორებს. ჩემი მიზანია, რომ ეს იყოს ჩემი ძირითადი საქმიანობა და რაც შეიძლება მეტი ლექსის და პოემის ეკრანიზაცია შემოგთავაზოთ. მინდა რომ ეს ყველაფერი გახდეს ჩემი სამსახური პირდაპირ გაგებით და ამისთვის კი რა თქმა უნდა ფინანსებია საჭირო. თუ უკვე წლებია გულში მატკივრობ ამ გვერდს და იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ და გინდა რომ ეს გავაგრძელო, შეგიძლია მხარდაჭერა ამ ვიდეოს გაზიარებით გამოხატო. ასევე დამიფიქსირე შენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობ ამ ახალ ამბავზე და კიდევ რომელი ლექსის ან ავტორის გასოცხლებას ისურვებდი ანიმაციაში. ახლა კი ყველაზე მთავარი, რომელია ეს 4 ახალი ანიმაცია? მაშასე. პირველი, ტერენტი გრანელი, მე და გალაქტიონი. მეორე, ვაჟა ფშაველა, მარტოობა. მესამე, აკაკი წერეთელი versus ვაჟა ფშაველა. მეოთხე, ვაჟა ფშაველა, იას უთხარით ტურფასა. ოთხივე ანიმაცია უკვე მზად მაქვს და ელოდება სპონსორს. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ ანიმაციას უფრო ელოდებით. ხოლო ვისაც დონაციის სურვილი გაქვთ, ანგარიშის ნომერი კომენტარებში იქნება. დონაციის პრინციპი კი შემდეგნაირია. დადონატებისას აღწერაში შეგიძლიათ მიუთითოთ იმ ანიმაციის სახელი, რომელსაც ადონატებთ. მაგალითად, აკაკი წერეთელი versus ვაჟა ფშაველა. და რა თქმა უნდა, ყველა დონაციის ავტორი შესაბამისი ანიმაციის ტიტრებში მოხვდება, როგორც ამ ანიმაციის მხარდამჭერი. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში, როგორც ზემოთ აღნიშნე, ვილაპარაკებ სტუმარ მასპინძლის ანიმაციაზე, მოვყვები მისი შექმნის ისტორიას და ასევე გაგიზიარებთ სამომავლო გეგმებს. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. აბა დროებით.